უზრუნველყოფს ყვავილის მტვრის მოძრაობას. როდესაც მამრი ცდილობს აიტაცოს მდედრი, რათა ერთად იფრინონ, ამ მექანიკური მოწყობილობის წყალობით ყვავილის მტვერი ამოძრავდება. აი, ყვავილის მტვერი ფუტკრის სხეულზე ეწებება. ყვავილის მტვერი რომ მდედრ უჯრედს შეუერთდება, მცენარე განაყოფიერდება და ცოტა ხნის შემდეგ თესლის მარცვალი წარმოიქმნება. თესლის მარცვალი მცენარის გვარის გაგრძელებას უზრუნველყოფს და ყველა თესლის მარცვალი ღვთიური ხელოვნების მაგალითია. ყურანში გამჩენი ღმერთი თესლის მარცვალს განსაკუთრებით ახსენებს. თუ გიფიქრიათ იმაზე, რას ახნავთ, თქვენ თესლს თუ ჩვენ ვართ თესლი, რომ მოვისურვოთ ხმელღეროებად ვაქცევთ ამას და გაოგნებულნი დარჩებით თქვენ. შემოდგომაზე ტყეში მიწის ზედაპირზე სოკოს განსაკუთრებული სახეობა აღმოცენდება. თავდაპირველად ძალიან სადად და მარტივად გამოიყურებიან და სულაც არ ემჩნევათ რა შესანიშნავი პროექტით არიან შექმნილნი. დროის გასვლისთანავე, როდესაც ჰაერში ტენიანობა გაიზრდება, მათში დიდი ცვლილება მოხდება. ქერქის კდება და შიგნიდან განსაკუთრებული იარაღი იჩენს თავს. ეს ნამდვილი ფეთქებადი მექანიზმია და სოკოს სპორების, ანუ თესლის შორ მანძილზე გავრცელებისთვის შექმნილი განსაკუთრებული სისტემაა. ეს ფოთლები ამ მექანიზმს მიწასთან ამაგრებენ. და ესეც აფეთქების განსახორციელებლად საჭირო ლულა. წვიმის ერთი წვეთი ამ მექანიზმის სასხლეთს დაეშვება და მოხდება აფეთქება. ქარი კი ამ სპორებს დიდ მანძილზე გადაზიდავს და სოკოს ამ სახეობის გამრავლებას ხელს შეუწყობს. ზოგიერთი ყვავილი თავისი თესლის გასავრცელებლად საჰაერო გზებს იყენებს. ამ თეთრი ფოთლების ქვეშ 100-მდე თესლის მარცვალი არის მოთავსებული. ეს თესლის მარცვლები სოკოს სპორებთან შედარებით მოზრდილია და ფრენისათვის სპეციალურ მოწყობილობას საჭიროებენ. თესლის ყოველი მარცვლისთვის მისი ფრენით გადაადგილებისთვის სპეციალური საფრენი აპარატი არსებობს. პარაშუტი. ეს პარაშუტი იმდენად ხელსაყრელია ამისთვის, რომ სულ უბრალო, სუსტი ნიავით საკმარისია რომ აფრინდეს. ამ ვერტმფრენებს რომ უყურებთ, თითოეული მათგანი თესლის მარცვლებს ეზიდება. მარცვლის სიდიდე, ფრთების სიდიდე და ურთიერთწონასწორობა შესანიშნავ შეთანხმებაშია ერთმანეთთან. ახლა კი წამიერად შევჩერდეთ და ამ სისტემის დეტალებში ჩავიხედოთ. ეს არის უნაკლო პროექტი. ამ საფრენი მოწყობილობის მოცულობა, ზომა და სიმძიმე ისეა გაანგარიშებული, რომ ზუსტად თესლის მარცვალი ზიდოს.
თესლის მარცვალსა და საფრენ აპარატს შორის არსებული მანძილიც სიმძიმის ცენტრის გაწონასწორებისთვისაა გათვლილი. ეს მანძილი რომ ცოტა გრძელი ან მოკლე იყოს, თესლის მარცვალი ვერ გაფრინდება. ადამიანები პარაშუტებს იყენებენ. არსებობს მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. პარაშუტის შემქმნელები ჭკუისა და ცოდნის პატრონები იყვნენ. ადამიანების შექმნილ პარაშუტზე უფრო მოხერხებული და მოქმედი პარაშუტი გააჩნიათ ამ ყვავილებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მცენარეები არიან. არც ერთს არ გააჩნია ჭკუა და გონება, მაგრამ ღვთის შეუდარებელი შექმნის ხელოვნების წყალობით შესანიშნავ საფრენ მექანიზმს წარმოშობენ. უეჭველია, რომ ეს ადამიანების თვალწინ გადაშლილი კიდევ ერთი სასწაულია. და ეს სასწაული მტკიცებაა იმისა, რომ დედამიწაზე არსებული ყველა არსება ღმერთის გაჩენილია. ეს ამაზონის ტყეებია. ამაზონის ტყეში უმეტესად ცხელი და ნოტიო ჰავაა. ქარი თითქმის არასდროს არ ქრის. ეს კი ჰაერით გადაზიდვას ართულებს. ამიტომ ისეთ ადგილას უფრო სრულყოფილი საფრენი აპარატია საჭირო. მაგალითად, წყვილი ფრთები. ამ ფრთების ქვეშ, რომელსაც ახლა ხედავთ, თითო თესლის მარცვალია. თვითმფრინავის ინჟინრებს ასეთი შესანიშნავი და მოქმედი საფრენი აპარატის შექმნა უცდიათ, მაგრამ წარუმატებლად. ადამიანის შექმნილი საფრენი აპარატები უფრო დაბალი ხარისხით ფრენენ. მით უმეტეს, როცა ეს საფრენი აპარატები ჭკუა გონებითა და ცოდნით აღჭურვილი ადამიანების ნახელავია. ამ მცენარის მარცვლის გადამზიდი ფრთები დედამიწის ყველაზე იდეალური აეროდინამიკური პროექტის ნიმუშია. სულ მცირედია საკმარისი, რომ ეს საფრენი აპარატი აფრინდეს და თავის მგზავრთან ერთად, ესე იგი თესლის მარცვალთან გადაადგილდეს. ამდენად თესლი მცენარისგან შორს სულ სხვა ადგილას მოხვდება. ხემცენარეები თესლის გადასაზიდად თვითმფრინავის გარდა გადამზიდებსაც მიმართავენ. მაგალითად,